უსაქმური ადამიანი, რომელიც ღმერთთან არ არის და ვერ ნეტარობს, ვერ ბედნიერობს ღმერთით, სული ეხუთება. ადამიანს არ შეუძლია ცხოველი ვიტყობ რა. ადამიანი იწყებს ბედნიერების ცხოველია. ადამიანი როგორც გონიერი და თვითუფლებრივი არსება, იწყებს ბედნიერების ძიებას და ბედნიერებას იქ სადაც არის არ ეწაფება და წყურია. სულ წყურია და რას აკეთებს? მიედ მოედება. მიმომწვილველობა. ანუ უსაქმური ადამიანი მიმომწვილველობს. ხან იმას მიადგება, ხან იმით გაერთობა, ხან იმით გაერთობა, ხან იმით მთელი ცხოვრება ერთობა ადამიანი. 90 წლის ხდება, 95 წლის ხდება და ისევ შეიძლება რაღაც სულელულ სერიალს უყუროს ადამიანმა, რომ გაერთოს, რომ მარტო არ დარჩეს თავის ჯოჯოხეთთან, გესმით? რაღაც სისულელებზე კამათობს, ჭორაობს, 95-ის არის, 98-ის არის და კიდევ პარტიებს განიხილავს, რომელი მოვა შემდეგ არჩევნებში. რატო აკეთებს ამას? მხოლოდ იმიტომ, რომ მიმომწვილველობს, მხოლოდ იმიტომ და იმიტომ მიმომწვილველობს, რომ უსაქმური, ანუ ღმერთთან არ არის. და ასეთ ადამიანში ამბიციები ჩდება, ამბიციები იბადება, თუ წყდები ღმერთს როგორც სიცოცხლეს, იწყება არსებობას, ყოფიერებას ამ სოფელში რა კანონია? ეშმაკის კანონია, თავადი ამ სოფლისა არის სატანა. შესაბამისად, შენ რომ ამ სოფელში ყოფიერებდე და გაიმართო, უკვე მოქმედებს აი ჯუნგლის კანონს რო ეძახიან, სხვაზე მეტი უნდა იყოს, სხვას უნდა აჯობო, სხვაზე უპირატესობა უნდა მოიპოვო, გესმით? ეს არის უკვე სიამაყე, აქ თავდაბლობა არ გამოგადგება. აქ სიამაყე გინდა, შენ თუ აქ გინდა რეალიზდე, როგორც ამ სოფლის მოქალაქე და ამიტომ გჭირდება რა, თავრობის მოყვარეობისას. აი ესე იყურები. შენ ახარ ღმერთი ხარ, ეშმაკმა რო გითხრა, ოღონდ ღმერთი არა ქრისტიანული გაგებით, არამედ 60-ში რო აცდუნა, ღმერთები იქნებით, ღმერთები, აი იმ გაგებით ღმერთობა გსურს. და ცუდად მეტყველებისასა, თავრობის მოყარე ცუდად მეტყველებს, მზვაობარია მის ხმაში, მის ტემპში, მის ტონალობაში, მის სიტყვათა წყობაში, მის ფრაზებში, სინტაქსში, ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში, სიტყვების სემანტიკაში, ყველაფერში. ქვენაგზნობებში ყველაფერში არის თავრობის მოყარეობის ეს სული, გოროზი სული, მე შენ გეუნები, მე, აი ეს ეგოისტური მე, ეს არის თავრობის ცუდად მეტყველება, რა თქმა უნდა, მე ეს ვლინდება ლანძღვაშიც, გინებაშიც, შეურაცხყოფაში და ასე შემდეგ და ამას ამბობს ეფრემასური, რომ აი ამ ყველაფერს ნუ მიმცემე. ნახეთ, მეუდაბნოვე მამა, ასკეტი მამა, ამას როგორ ამბობს, თქვენ გონიათ ვიღაცა ჩემ მეზობელს, ან ჩემ სოფლელს, ან ვიღაცას ეს ჭირდა. ეს ყველაფერი საკუთარ თავში აქვს დანახული. ამ ყველაფერს საკუთარ თავში ებრძვის და ვერ ამარცხებს და ღმერთს ევედრება მიშველი აქედან და თუ ეფრემასური ასე ებრძვის ამ ყველაფერს, რომ ღმერთს მიმართავს აქედან მიშველეო, წარმოგიდგენიათ ჩვენ რა დღეში შეიძლება ვიყოთ.